ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ტექნიკურად, მორალურად და ფინანსურად და Ford dealer-ი. Ford dealer-ს აკეთებს, მანქანებს აკეთებს. და ძალიან მაგარი მოგოქეს USA to Georgia საბრიძიდან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა. მეგობრებო, ეხლა ვართ სხალგორის, ზემო სხალგორია. სხალგორის მონასტერი მინდა გაჩვენოთ. წმინდა გიორგის სახელობის, აი მე და ბატონი დავითი ვართ, ბატონო დავით. ჩვენი ძმა და მეგობარი, ვინც გაგვიწია მეგზურობა, ჩამოვედით აქა. რისი რაიონია ძმო? ლაგოდეხის რაიონი. ლაგოდეხი, აქ როგორ უნდა მოვიდეთ? მანქანით კი არა კაცო, როგორ იცი, ლაგოდეხში უნდა ჩამოხვიდე და მერე სოფელ სხალგორში ბაისუბნიდან ამოუხვევთ ზემო სხალგორის მიმართულებით და ამოყვებით. მაგარი ბუნძი. აჰა, აი ბუნებას გაჩვენებთ. მონასტერში რომ მივართ, მონასტერსაც გაჩვენებთ. სხაპარი ადგილია. მე არ ვარ აქ პირველ ხოლმე. ჰა? მაგარი ადგილი. შენა? შენ პირველ. ბატონო დავით, წარმოიდგინე რომ მე პირველად ვარ. აი ეს ნანგრევებია? მოვიდინო რა. ახალთ ახლა. აქ ძველი მონასტერიც აყოფილა. ალბათ საბჭოთა კავშირის დროს დაანგრიეს. არაფერი საბჭოთა კავშირის დროს. კიდევ კომუნისტების დროს. მაიცა მომივიდეთ. ეკლესიებს ვინები ბინდრებდნენ ჩვენ. ვინები? ურწმუნო და უჯულო ხალხი. შეიძლება განათება ისეთი არ იყოს, მაგრამ აი ხა ესეთი ნანგრევებია. სუძველი ქვით არის ნაშენი. სამწუხაროდ თუ მოიძიებთ ინტერნეტში ამ ადგილის იმას, რა ქვია. მე ხა ზუსტად არ ვიცი ამის ისტორია, მაგრამ ბატონო დავით, მოდი აი ამ შენობაში შევიდეთ. შენობა? შენობა ეს ტურისტული ადგილები არ არის. აქ ეს ვერ უნდა გადაიწერო. ხო, ალბათ, იმიტომ რომ ეკლესიის ისა ჩანს რა. ხო და მოდი ახლა შევიდეთ, ბატონო და შენ წინიარე. ი რაღაცა. აქ საკურთხეველიც არის. აი მოდი. თლილი ქვით არის გაკეთებული და მინდა რომ აი ესეთი ტურისტული ადგილები თქვენს გაჩვენოთ. ტურისტული როგორ არა ტურისტული ადგილები რა. ძველი სალოცავი, აი ნახეთ. მე თუ შენ სახელი ჭირიმე. აქ არის ესა, რა ქვია, თანამედროვე ეკლესია არის აშენებული. აი ეს არის. ალბათ ეს ის ადგილია, ეს ღდლებმა ჯიპები რო იყიდეს, რომ აქეთ ესეთ ადგილებზე რო იანონ, ხო? მაღალი გამავლობის მანქანები. ეგ ის ადგილია ალბათ, ხო? სანთელები არის. აი მე ბატონებო, ქალბატონებო, სულ რომ მეგონა რომ ჯიპები რა თუნდოდათ, აი უნდათ რომ ესეთ ადგილებზე მოვიდნენ, მოილოცონ, გაარემონტონ, რა ვიცი. ის ქნა რა ქვია. საეკლესიო ცხოვრება იყოს ალბათ აქ. აქ ასანთიც ყოფილა. უნდა რახან მანქანები არ აყავთ, აი ესა. უფრო მეტი უნდა იყიდონ ალბათ, რომ აი ესეთი გავერანებული. ნახე რა მოვიდა. აი ესეთი გავერანებული ადგილები, შენი ადგილია. ორკამერიანი აი ესეთი რამე არ მინახია. ორკამერიანი როგორ? ერთი აი ეს არის. ანუ ბატონო დავით, ახლა მე აქეთ დავდგები. ძალიან უცნაურია, მანდიყავი. ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ აი ნახეთ. კარგა მინდა დაგათვალიერებინოთ რა. ეს გადმოვარდნილი აქეთ ამხარე. აი აქეთ ამხარე გადმოვარდნილია. ეს ჩამოქცეული ჭერის ნაწილია. აი ეს. დანარჩენი იქით. კოდი დავიფარო. დანარჩენი იქით არის. მართლა ჭეშმარიტად საინტერესო ის არის, რა ქვია. იქით კიდე იყო, წერა რომ ნახე. აი ეკლესია, იმიტომ რომ ჩასასვლელი რო. როგორც ეთყობა. შემოსასვლელშიც ხო იყო იქით მხარეს. ნანგრევები. ეს სიძველითაა ხო დანგრევები?
სიძველით არის ხო აი აქაც რაღაცა იყო ალბათ ერთი ნავი ქონდა მოშენებული აქაც ესეთი კედელია ანუ არის ძალიან საინტერესო რა სიძველე ვისაც გაინტერესებდა ქრისტიანი ხალხი არ და ჩვენი ქრისტიანული ამბები გაინტერესებთ მაგრამ ძალიან ძველი მეჭვება მოყავდა ქართველებმა ქრისტიანობა არა ძალიან ძველს რას ეძახი ანუ ახლა რა რომელ საუკუნეში გავხდით ქრისტიანები მე-5 ხო და მინიმუმ აი ეგრე იქნება პირველ სამას არ აღჩენდი მაგრამ შიშიანობა იყო ბატონო დავით მოდი იქით გადავიხედოთ აბა კედლის იქით რა ხდება აი აქა აქ ჩამო აი ეს ნანგრევები არის უღრან ტყეში ხო და მე და ბატონმა დავითმა გადავწყვეტ აი წყობაც რანაირია ბატონ დავით აი გადადექი მაღაზია კედელზე წყობა არის სასწაული რა ასე ნელა გამოდი რომ დაახლოებით ადამიანმა ისქნას რა ქვია აღითქვას თვითონ ამის გაბარიტები რა კიდე ერთხელ ვიტყვი ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ თუ ვერ გაფლი ჯობია მოხდით ეკლესიების რავი 80 მე არ მინახია რომ თქვა საკურთხეველი მეორე ან შეიძლება აი აქ იყოს საკურთხეველი ბატონ დავით იქით მინდა ეხერო ამოსული ხო მანდიყო საკურთხეველი და იქ რაღაცა თუ ვინმე მიცით ეკლე აი ეგ არის საკურთხეველი ხო აი ნახე როგორ არის ეს წრიულად არა ხო წრიულად არის და მაგას ვიძახი რომ აუ ახლა მხილახი ამოსულა და ცხი ანგრევს ამას აი ავწევ ზემოთ მინდა რომ ზემოდან დაინახოთ აი ესე ხვა იმედია ისვის რა ციგნია თუ ხატია დატოვებული ბატონო დავით და მე ხატი გავერანებულა აქ უკვე მეტი არაფერი აღარ არის შემორჩენილი ეს ადგილიც ელოდება ჭეშმარიტად მორწმუნე ღმრთებს აი ეს არის ესეთი ესეც გათელი ქვის არის გაკეთებული ესე ტყობა რო არ არის ტურისტული ადგილი რადგან რომელიც მე მაქვს ნახე ტურისტული ადგილი სულ ყველგან ისენია ტურისტულის არ არის და მლოცველებიც არ არის დაჯღაბნილია რაღაც ეკლესიის უბედურობა ის არის ბატონო დავით რომ მლოცველები დააყალდა და მორწმუნე მამაოების ნაკლებობაა აი მოდი კიდე რა გაჩვენო აი ხლა აი ხარი ამოსასვლელი ხო და აი სარკმელი იყო აი სარკმელი იყო და მოდი სარკმლის იქითაც გადავიხედოთ ვნახოთ აი აქ რა ხდება აქეთ იქით ეს გონი ო გალესილი იყო ხალხო ჩვენ ამას თუ არ მივხედეთ ესეთ რაღაცებს განე უფლის წყალობით რამდენმა უნდა გაუძლოს რა ქარტეხილს რომ აი ესენი კიდე რაც შემორჩენილა რაღაცა ჩვენი ქრისტიანული აი ესენი რა ქვია სალოცავები ძველი მე არ ვიძახი კი შეიძლება ავტობუსის გაჩერებაზეც იყოს ეკლესია მაგრამ აი ახლა ინახეთ აი ესე სუროჭა ამ სამას და მოდი ფანჯრიდან გაგახედებთ ახლა გავიხედოთ იქით ამ ხარეს აი ესე აი მანდარი ეგეთი რაღაცა ისე შემოვიდეთ სადა არა თუ ჩაქრა არა ეს ადგილი ელოდება არქეოლოგებს მორწმუნე ქრისტიან ადამიანებს ვიღაცა ღვთისმსახურს აგერ ამოუტანია რკინი ჯვარი არის ეს გაკეთებული და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ძმაკაცრო აი ახ ამოგვიყვანა რა ჰა ხო რავი შესაწირი მოუტანიათ ვიღაცას რა ბატონ ბადრის რო აი ესეთი უნიკალური საქართველოში კი გულდასაწყვეტია რომ ძალიან გულდასაწყვეტია რომ ის არის რა ქვია აი ესე მდგომარეობაშია მაგრამ იმედია ბატონო დავით იმ ჯიპები როდესღაც აქაც მოაღწევენ და არა უშავს მოვა ის დრო როცა კიდე ჩატარდება ის ღვთისმსახურმა კაცმა რო ჩაატარა და უღირსი მამანი რო განდევნა ეკლესიიდან და მოდი აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ დრონი რო კონდეს გაიქნება ხო აი დრონი მართლა არა გვაქვს და დრონი რო კონდეს ამას უფრო კარგად აჩვენებდა ეხლა ესე დავიჭერ მე ხელში თან ეტყობა ეს სარკმელი ხო და ნახე ეს კედელიც რო ხო აი ეს არის საკურთხეველი უეჭვე უბრალოდ იყო შე აქ დაბლა მდინარე ჩამოდის არა წყალი მიდის კი აი ახლა მინდი ბატონო დავით ეხლა შენ მიდიხარ შუა საუკუნეების ქუჩაზე
საიდანაც ამოდიოდნენ ჩვენი წინაპრები, მორწმუნე მამაოები და ღვთისმოშიში ქრისტიანები. პირდაპირ გეტყვით რა არის მართლა აი ესეთი აი შეხედეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც ეთყობა დიდი მონასტერი იყო აქ. არა, ეთყობა. იმიტომ რომ სამონასტრო ცხოვრება მიდიოდა პირდაპირ ეთყობა მარტო ეკლესია არ ადგა აქ რა. აი დაახლოებით აქედან აქ არის გადახურვა. როგორ? დაახლოებით აქედან და აი აქედან ხო რაღაცა ეგეთი არის. აი ახლა დგა. აი ეს ნანგრევები დგას ობლად. ელოდება ქრისტიან ადამიანებს, ელოდება მორწმუნეებს, ელოდება ქართველ ხალხს. რომლებიც მოვლენ აქ და ისევ იმ შუქით და სინათლით განათდებიან, რასაც ჩვენი წინაპრები ჩვენ აქ ჩავეხედით. ლოცულობდნენ და რამაც გადაგვარჩინა რა. ჩვენ აქ ჩავეხედით. არა, აი აქაც აი ზემოდან მინდა გაჩვენოთ. ეს ეკლესია იყო, აი ეს ქუჩა შემოდიოდა ეს. ხო, ანუ ან ეკლესია იყო ესეც. ეხლა აქ დაბურული ტყი არ ვიცი, შეიძლება ხარისხი ისეთი არ იყოს მომიტევით, მაგრამ ეს არის ეკლესიის ნანგრევების ან რაღაცა ის არის რა ქვია, ეს რა არის? ეს ახალი არის მგონი. რა არის? აღმოაჩინეთ მიწისქვეშ იყო, გაასუფთავეს და გათხარეს? აი ძალიან საინტერესო რაღაც კიდე. ეხლა და უღრანტყეში გადმოვიდით და ის არის რა ქვია. აი შეიძლება ეს საწნახელი იყოს? ჰა? საწნახელია. ფორმაც ეგეთი აქვს. ჰა ბატონო დავით. ესე აღმოჩინეს? აი ხალხნო რა მე მგონია რომ ეს არის ღვინის დასაწური საწნახელი ორკამერიანი. ანუ ეს ახლა გათხრილია და აი ეს ქვები რო ყრია იქ. აქედან არის ამოტანილი. ეხლა წარმოიდგინეთ. ამის ქვეშ კიდე რამდენი რაღაცა შეიძლება ეს ხო ძველია, იმიტომ რომ კირით არის აშენებული. ჰა ბატონო. თუმცა მე არაფერი მერე კირით არის აშენებული. არა, ბეტონი მე ჩასმულია. არაფერი ბეტონი არ არის ჩასმული, სულ აი მე კირია. ეს კარგად იყო? ხო, მე რა მიწის ქვეშ თუ იყო არაფერი არ მოვიდოდა. აი ესეთი რამე. უეჭველი ის არის, აი ნახეთ. ორი ქვის საწნახელია, ღვინო აიქედან გამოდიოდა ის დალოცული სითხე. ერთი ეს არის და მეორე როგორ შევარჩი? მეორე ეს არის, ხო, არა ბატონო და ორი საწნახელია. იქიდანაც აქვს. არა, იქიდან არ ექნება, დაქანება აქეთ არის, ანუ საწნახელი ისი აშენებული, რომ დაბლარი დახრილი ზემოთ ღვინო იწურებოდა აი მაგ მიდამოებში და მე მოჩუხჩუხებდა ქვემოთ. აქეთ მარანივით არის, იმიტომ რომ ეთყობა რომ საძირკველი იყო აი აქ, ა? ანუ შენობის კონტურები ეთყობა რა, თვითონ შენობის. ეს არ არის უბრალოდ ეკლესია, კიდე ერთხელ ვიტყვი. რასაც ახლა თქვენ უყურებთ. არის არქეოლოგები ყოფილან როგორც ეთყობა უიმან, მაგრამ მომხიბლა რა. აი იმ ნაფია. საწნახელმა რა, კიდე ერთხელ უნდა გაჩვენოთ. აი ესა. ესეთი საწნახელი რა ვიცი. ეს რამე იყო? აი ნახეთ, ა? არ ვიცი. აი ეს საწნახელია, თითოში ალბათ ერთი მე ვფიქრობ ერთი 2 ტონამდე ყურძენი ჩაიყრებოდა. ერთი დიდია, მარჯვენა მარცხენა, არა მარჯვენა უფრო პატარა, მარცხენა უფრო დიდია. 2 ტონაზე ბევრად მეტი. ო, აი რა, ყურძენი ვისაც გესმის 2 ტონაზე. იქნებოდა ეს 5 ტონიანი და ეს იქნებოდა 3 ტონიანი. იწურებოდა და მოდიოდა პირდაპირ. ვენაცვალე იმას მარჯვენას ვინც ეს გააკეთა და მე ვინც ეს გათხარა. მოდით აუცილებლად რა ქვია იმას რა ქვია ადგილს კიდე ერთხელ გამახსენე. ზემომცხალგორის თავზე. სოფელი ზემომცხალგორის თავზე ამოდით. ვერ მოაგნებთ მაგალითად შეეკითხეთ იქ ნებისმიერი გეტყვი სად არის. ეთყობა რომ ხალხი არ არის აქ ნამოძრავები და რაღაცა აი ესეთი რაღაცა მოდი კიდე ერთხელ დაგათვალიერიენ შეიძლება არ გამოვიდეს კაი კადრი, იმიტომ რომ ეს ქუჩასავით. უღრანით რა. აქ არ დაყაროთ ნაგავი. რაღაც შენობებია ნამყოფი. რამოდენა ყურძენს რო წურავდნენ ვიღაცისთვის ხო იწურებოდა რა. აი ესეც რაღაცა არის, აი ნახეთ. მე თუ მოვახერხე და აქეთ მოხვდი კიდე.
გააჩნია საშუალება როგორ გვექნება მაგასაც დაგათვალიერებინებთ რა უფრო დღის შუქზე საქართველოში დავხეტიალოთ მე და ბატონი დავითი და ხან შემოგვაღამდება ხოლმე ხანსად და აქ საძირკველია ხო და შეიძლება არ ვიცი აქ რა იყო იქიდან შეიძლება ხო შემოსასვლელი აქ იქიდან ну თქვენ კომენტარებში დაწერეთ აი ეს რა შენობა იყო აი იქ არის ეკლესია იქით აქეთ არის აი ესეთი რამე რა და რა ვიცი აი მეგობრებო მოდით უცნობი საქართველოს დაათვალიერეთ ბევრს ვერ ნახავთ სანახაობას ტაძარის მიმართ ბუნებას ნახავთ ულამაზეს არა ეგ სანახაობა მაგარია შენ წარმოგიდგენი ეს რა დონის ის არის გაკეთებული რა ქვია ღვინის ეს იცი რას გავს ო ღვინის საწნახი რა გადახურული რო იყო ის დიდი იჭერდა აი გვალი რო აი ო სვეტია რა ქვები ალაკი უძან მაგრესი ადგილია ბუნებად ძალიან ისეთიო ბუნება არის სასწაული აი ესეთი ადგილია მე და ბატონი დავითი სანამ შეგვიძლია და ჯარი მოგცეს ბატონო დავითავს ვიაროთ საქართველოში მე ძალიან მოდით რა აბა რა შვილო აი ეგ ყველა ქვა ჩვენი წინაპრების სისხლით არის მორწყული ოფლით არის დაასრულილი და გაუბედურებული კიდევ ერთხელ გაჩვენებთ აი ამ მაინც ვიღაცას მოუგნება ბუნებაში ჩაფლულ უნიკალურ ეკლესიას მაინც მოუგნია ვარა უშოს აი ესეთი რაღაცა აი ესეთი რამეა რა ვიცი ეხლა ზაფხულია მობძანდით იმოგზაურეთ საქართველოში მე და ბატონი დავითი რასაც შევძლებთ და როგორ შევძლებთ აი ესე გიდობას გაგიწევ საქართველოს რავი კუთხეებში არა ეს ხრელი როა სადაა ბუდე როა ხეზე ეგ ყოდალის დამოქმედარია პატივცემულებო მეგობრებო დებო ძმებო თანამორწმუნენო ამითი გამოგემშვიდობით კარგად ზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე ეს გადავიღეთ GoPro-თი არ არის ინსტათია გადაღებული დიდი მადლობა USA თუ ჯორჯიას რომ აი ეს კამერა ჩვენ გვიყიდა და საშუალება მოგცა რომ აი ესეთი ვიდეოები გადავიღოთ კარგად ზანდებოდეთ